აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეგრეთ წოდებული არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ეგრეთ წოდებული არჩევნები არის არალეგიტიმური პროცესი, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც ლევან მგალობლიშვილი აცხადებს, აღნიშნული საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-მე რაუნდზეც, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. დაპირისპირებაა კვლავ ეგრეთ წოდებული ბაგაფშისა და ხაჯიმბას გუნდებს შორის. ეგრეთ წოდებულ არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან ბადრა გუმბა და ადგურ არძიმბა. აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ეგრეთ წოდებული არჩევნები არის არალეგიტიმური პროცესი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ამას გასცემენ სათანადო პოლიტიკურ პასუხს და განაგრძობენ ჩვენი პოლიტიკის მხარდაჭერას. მე ხვალ მივემგზავრები ჟენევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. ეს არის ჟენევის 63-მე რაუნდი სამშვიდობო მოლაპარაკებების და ეს საკითხი იქ იქნება ერთ-ერთი მთავარი.